მოგესალმებით ჩემი სამეგრელოდან, ჩემი სახლიდან, არტვილიდან. უფალმა იცის, რომ არც მატერიალური დაინტერესების გამო და არც პოპულარობის გამო ეს გვერდი მე არ შემიქმნია. ეს გვერდი იმიტომ შევქმენი, რომ ხალხს დავხმარებოდი, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც მატერიალური შესაძლებლობები არ აქვთ, რომ $500 გადაიხადონ გენეტიკურ ტესტში. მით უმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გენეტიკური ტესტი არ გეუბნება შენ რა ნიჭის პატრონი ხარ, რომელი დაავადებების მიმართ ხარ მიდრეკილი, მაინც გთხოვს €500. რაში? იმაში, რომ გითხრას, რომ სიტყვაზე საქართველოს მოსახლეობის 60% არის ქართველი? ეს გენეტიკურმა ტესტმა რო არ გითხრას, ისედაც ხო უნდა მივხვდეთ ჩვენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 60% არის ქართველი და 40% არ არის ეროვნებით ქართველი. ნაწილი მათგანი დიდი ხანია ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს, მაგრამ დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის 20-25% არის 100-150 მაქსიმუმ 200 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული. უმეტეს მათგანს გვარი აქვს შეცვლილი და გაქართველებული აქვს გვარი. ჩვენი ქართველები არა ვართ არც შოვინისტები, არც რასისტები. შესაბამისად, ეს ყველაფერი მათ არა იმის გამო გააკეთეს, რომ თითქოს ჩვენ ბრჭყალებში მივსდებდით უცხო ეროვნების ხალხს, არამედ იმიტომ, რომ სოციალურ წრეებში უფრო მარტივად მოხვედრილ იყვნენ. ქართველი ქრისტიანი ადამიანი არასდროს არ დევნიდა არც სხვა რელიგიის ადამიანს, არც სხვა ეთნოსის ადამიანს. ქართველში არ ზის ეს და სამწუხაროდ დღესდღეობით ვინც ყველაზე დიდი რასისტული, შოვინისტური თუ სხვა არახუმანური სიტყვებით მსჯელობს, გამოდის, ვიდეოებს წერს, არ არის ქართული წარმოშობის. ვინც გაიძახის, რომ საქართველო გვეკუთვნის მარტო ქართველებს, კავშირი არ აქვს ქართველებთან. და შესაბამისად, მათივე ლოგიკით ქვეყნის დატოვება მოუწევს. გენეტიკას რომ დაუბრუნდეთ, ქართველების უდიდესი ნაწილი, ანუ ქართული გვარების დაახლოებით 80% არის ქართველი, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 60% არის ქართველი, გენეტიკურად ქართველი. ანუ ქართული გვარების 20% არის შეცვლილი, გაქართველებული, მარტივად რომ ვთქვათ. აღმოსავლეთში სხვა ხალხი ცხოვრობს და აი ახლა აქ ამ ტერიტორიაზე დასავლეთ საქართველოში სხვა არის ტყუილი. ერთი და იგივე პროცენტული რაოდენობაა სამეგრელოში და კახეთში. ქართული გენის არ არის სხვაობა. G გენეტიკური კოდი სამეგრელოში და G გენეტიკური კოდი კახეთში არის ზუსტად იდენტური პროცენტული რაოდენობის და კახელების კანის ფერი არა სპარსელებმა და არაბებმა გაამუქა, არამედ E1B გენეტიკური კოდის მატარებელმა ხალხმა. ფინიკიურმა ხაზმა. ეს ხალხი რო გადაიკვეთა კახელებთან, ამიტომ გამუქდა მათი კანისფერი და არა იმიტომ რომ სპარსელებთან ჰქონდათ შეხება, არა. სპარსელები მათ შორის და ირანელები R გენეტიკურ კოდს ატარებენ, R1-ას, არიან ცისფერთვალებები, ღია ხალხი და ქერა ან წითური. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა მართალ გზაზე გატაროთ მუდამ.